აქ უბრალოდ მოკლედ არის მოცემული და მე არ გავამახვილებ ამაზე განსაკუთრებულად ყურადღებას, იმიტომ რომ იმაშინა დამსწრე საზოგადოება ასეთ ისე იცნობს აი დადებით ისევებს, რაც არბიტრაჟს გააჩნია, მოქნილობა, ნაკლები ფორმალიზმი და ფორმალურობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით სასამართლოებთან მიმართებაში, როცა სასამართლოსთან გაქვს შეხება, თუ დაცული არ არის საპროცესო ფორმა ისწრებს რაღაც შედეგებს, ეს შედეგები მე უარყოფითად აისახება დროის თვალსაზრისით, თანხების თვალსაზრისით, რაც ყველაზე მეტად იწვევს ბიზნესის გაღიზიანებას. ბოლო შემთხვევა რაც მახსენდება, იყო 100,000-იანი მოთხოვნა, 100,000 ლარიანი მოთხოვნა, როდესაც მე კონკრეტულ ბიზნესს ავუხსენი სასამართლო პროცედურა, რას შეიძლება გულისხმობ. მიგჭირია რომ ეს 100,000 დავკარგო. ანუ იმისთვის რომ ასეთი რაღაცები თავიდან ავიცილოთ, არბიტრაჟი არის იდეალური მექანიზმი. და რატომ არის იდეალური პროცესის სრული კონტროლი მხარეების მიერ? თუ თქვენ მოსამართლეს ვერ აკონტროლებთ, როდესაც ის თქვა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე იმყოფება სემინარზე, ან არის ავად, ან დეკრეტში, ან შეგულებაში, ან საკეიფოთ არის, ან უკეიფოთ ან რაღაც ასეთი ჭირს. აქ ასეთი რამ არ ხდება, იმიტომ რომ მხარეთა შეთანხმებით აბსოლუტურად ნებისმიერი პროცედურული საკითხი შესაძლებელია დარეგულირდეს კანონის მიერ. მე ჩემი სტუდენტები ძალიან ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რა საჭირო იყო ამ კანონის დაწერაო, ყველგან წერიაო, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რაღაცაა გათვალისწინებული. პირიქით ამიტომ იყო საჭირო ამის დაწერა, რომ ყველა პროცედურა შეიძლება მხარეების მიერ იყოს შეთანხმებული და ეს მხარეთა შეთანხმება უკვე ნამდვილად აქცევს ნებისმიერ იმ შედეგს, რომელიც შეიძლება არბიტრაჟს მოყვეს. ვადების სრული კონტროლი, რაც ალბათ ძალიან კარგად იცით საქართველოში როგორი და ამ მხოლოდ საქართველოში სხვა შორის მე სპეციალურად მოვიძიე ინფორმაცია, რომ საქართველოში ხდება მარტო ეგრე თუ ყველგან ეგრე ხდება. ვადებთან დაკავშირებით მე მქონდა ერთი დავა, რომელიც 94 წლის 11 დეკემბერს დაიწყო, სპეციალურად ვაკეთებ ხოლმე ამის ციტირებას. დავთავრდა 2009 წლის 11 დეკემბერს, მე ვიყავი მეოთხე ადვოკატი ამ საქმეში და წინა სამი ადვოკატი მოკვდა, გარდაიცვალა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ასეთი აბსურდული რაღაცები ძალიან ხშირად ხდება სასამართლოში და განსაკუთრებით როდესაც თანხის ამოღებას ეხება და ისეთი ორგანიზაციები როგორც აქ არის წარმოდგენილი ბანკები, დიდი ნავთობკომპანიები და ასე შემდეგ, მათთვის ეს არის სასოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, როცა დიდი თანხა არის გაჩერებული, განსაკუთრებით ბანკებისთვის, როდესაც ამას პლუს რეზერვი ემატება, ანუ შეიძლება დაარეზერვოს თანხა ეროვნულ ბანკში და ასე შემდეგ. ამიტომ აქაც, როდესაც სრულ კონტროლზე არის საუბარი, მაგალითად რეგლამენტში, თბილისის არბიტრაჟის ინსტიტუტის რეგლამენტში 60 დღე არის აღებული საორიენტაციოდ, მაშინ როცა კანონი იღებს 1 წელს. 60 დღე ეს არის აბსოლუტურად გათვლილი, იმაზე რომ მხარეების საპროცესო უფლებები აბსოლუტურად უზრუნველყოფილი, მათ მიეცეთ საშუალება რომ წარმოაჩინონ საკუთარი პოზიციები და ამის შემდეგ ასე ვთქვათ მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. არბიტრების კვალიფიკაციის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სპეციალური დავში, როგორც არის საბანკო დავები, ასე ვთქვათ, ისეთ დავები, რომელიც რაღაცა განსაკუთრებულობით ხასიათდება. რაღაცა კონკრეტული პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული, მაგალითად ნავთობპროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებული, ან კრედიტებთან დაკავშირებული დავები. მაგალითად, აქ ბანკის იურისტების ხედავ და სანამ თქვენ მოსამართლეს აუხსნით რა არის ანუიტეტი მაგალითად. რას ნიშნავს ეს რა უր ხდება, ასე ვთქვათ, კლებადი პროცენტით დარიცხვა და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად გქონდიოდეს ასეთი შემთხვევა, როდესაც მოსამართლე იღებს პასტას და ფურცელს და მოყვება პატარა ბავშვი. აბა როგორ არის ეს გაკეთებული, მინდა რომ კარგად ან იგებს, ან ვერ იგებს და ამას ეკეთება მე უამრავი იქნება უამრავი პრობლემა, მარტივ მიზეზის გამო, უბრალოდ ვერ გაიგო ადამიანმა რაზე ლაპარაკი. აქ ჩვენ არ აქვს ეს პრობლემა, იმიტომ რომ როდესაც თქვენ იჭერთ არბიტრაჟს, იჭერთ ადამიანს, რომელიც ამ დავებზე არის კონცენტრირებული, ასე ვთქვათ და მასთან თქვენ ამის ახსნა არ გიწევთ იმისი განმარტება, მისი განმარტება სასამართლოში აუცილებელია ძალიან ბევრჯერ. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა გამოცდილება თითქოს იქაც უნდა იყოს